იმ დასაბუთებით, რომ თითქოს ეს ჩანაწერები ადასტურებდა მზია ამაღლობელის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, მაგრამ თავად ეს ჩანაწერები გადაღებული იყო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდგომ. მისი სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე პერიოდში და შესაბამისად არ ჰქონდა შემხებლობა ამ საქმეზე, რომელსაც ადმინისტრაციული მოსამართლე იხილავდა. ამის მიუხედავად ადმინისტრაციულმა სასამართლომ ეს მტკიცებულება საქმეში დატოვა და ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიღო უკანონო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ჩვენ დღეს გვინდა გაჩვენოთ დამატებით ახალი მტკიცებულება, რომელიც ჩვენ ახლახან წარვადგინეთ, მათ შორის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და აი ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით საზოგადოება დარწმუნდება, რომ მტკიცებულება, რომელიც მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას დაედო საფუძვლად, მის მიმართ აი ამ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად, არის ფალსიფიცირებული და არ ასახავს რეალურად დროის იმ მონაკვეთს, რა მონაკვეთთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ვიდეო წარადგინა. ამასთან დაკავშირებით, ამ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, ქალბატონი მაია ისაუბრებს. მადლობა მოგესალმებით, მადლობა ყურადღებისთვის და მობრძანებისთვის. ესე იგი, როგორც ქალბატონმა ნონამ ისაუბრა, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ანუ ჩვენ გვინდა რომ გესაუბროთ ამ საქმეში მტკიცებულებებით მანიპულირებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე. კონკრეტულად ეს ეხება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეს. ამ ადმინისტრაციულ საქმეში ბათუმის პოლიციის სამმართველომ წარადგინა 2 ვიდეო, სადაც თითქოს ჩანს, რომ მზია ამაღლობელი დაკავებამდე წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს სხვების დაკავებაში. თუმცა ვერ მიუთითა თავად, ვის დაკავებაში უწევდა წინააღმდეგობას. ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რითიც უტყუარად დასტურდება, რომ ეს ვიდეოები, რომლებიც წარადგინა ბათუმის პოლიციის სამმართველომ სასამართლოში, როგორც თითქოს და მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებამდე გადაღებული კადრი, სინამდვილეში ეს ვიდეოები გადაღებულია 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე დაახლოებით 8-9 წუთით ადრე იწყება და მიდის საბოლოოდ ამ სილის ინციდენტამდე. მოგეხსენებათ, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით ყურადღება მიაქციეთ დროებს დააკავეს 00:52 წუთზე, ხოლო ადმინისტრაციული წესით დააკავეს 2 საათით ადრე 22 საათსა და 58 წუთზე. ამდენად პოლიციის მიერ სასამართლოში წარდგენილი ვიდეოები ასახავს მოვლენებს არა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებამდე, არამედ მისი ადმინისტრაციული დაკავებიდან განთავისუფლების შემდეგ. უნდა აღვნიშნო, რომ პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ საქმეში წარდგენილი ვიდეოები არასახავს, პირველ რიგში არასახავს მზია ამაღლობელის მიერ რაიმე სამართალდარღვევის ჩადენას და მით უფრო წინააღმდეგობას ვინმეს დაკავებაში, არამედ ასახავს მხოლოდ ჭყლეტას, რაც განვითარდა პოლიციის სამმართველოსთან პოლიციელთა მიერ განხორციელებული მორიგი უკანონო და ძალადობრივი დაკავებისას. და რაც ყველაზე მთავარია, ეს ვიდეოები ასახავს მოვლენებს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ. სხვა სიყალბეებთან ერთად პოლიციამ ეს ვიდეოები სასამართლოში წარადგინა იმის სამტკიცებლად, რომ მზია ამაღლობელი წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს მის დაკავებამდე და ამიტომ დააკავა იგი ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილემ ბატონმა ვანაძემ და არა ბესელიამ, როგორც ეს კადრში ჩანს და საჯარო სივრცეში ეს კადრი, ასე ვთქვათ, ტრიალებს ვიდრე დღემდე. ეხლა რაზე დაყრდნობით ვასაბუთებთ, რომ პოლიციამ ჩაიდინა მორიგი სიყალბე, კონკრეტულად კი მტკიცებულებებით მანიპულირება და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია. სისხლის სამართლის საქმეში ჩვენ წარდგენილი გვაქვს ბათუმელების მიერ გადაღებული ლაივ მასალა, რაც ასახავს მოვლენებს მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე სულ რაღაც 8-9 წუთით ადრე, როგორც გითხარით, ეს არის უწყვეტი ვიდეო და სრულდება სილის ეპიზოდით და შემდეგ მზიას ჭიშკარში შეგდებით. ბათუმელების ეს ვიდეო ასახავს სწორედ იმავე მოვლენებს, რაც ასახულია პოლიციის მიერ წარდგენილ 2 ვიდეო ფაილში. მხოლოდ გადაღებულია სხვადასხვა კამერით და ოდნავ სხვა რაკურსით.
ჩვენს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულება წარდგენილი ლაივ რეჟიმში გაშვებული და უწყვეტი ვიდეო ადასტურებს, რომ პოლიციამ სასამართლოში ყალბად შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოლქში ასახული ეგრეთ წოდებული დარღვევის დასადასტურებლად წარადგინა ეს ორი ვიდეო, რომლებიც ასახავს მოვლენებს არა მზიას ადმინისტრაციულ დაკავებამდე, არამედ ამ დაკავებიდან განთავისუფლების შემდეგ. მოსამართლე შაინიძე ადმინისტრაციულ საქმეში თავის გადაწყვეტილებაში დაეყრდნო მხოლოდ ამ ვიდეოებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვიდეოთი არ დასტურდება არც მზია ამაღლობელის მიერ რაიმე წინააღმდეგობის გაწევა და არც ის, რომ ეს ვიდეოები გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებამდე. სინამდვილეში პოლიციამ მოახდინა მტკიცებულებებით მანიპულირება და სასამართლოში წარადგინა ვიდეოები, რაც ასახავს ლაშა გაბაიძის დაკავებას. ეს გახლავთ ყველაზე ბოლო დაკავებული, რომელიც დააკავეს რამდენიმე წამით ადრე, თავად მზია სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე და ასახავს ამ დროს წარმოქმნილ ჭყლეტას, ანუ დააკავეს ჯერ ერთი გაბაიძე და მერე პოლიცია ეჭიდავება მეორე ძმა გაბაიძეს და ოფიციალურად დოკუმენტურადაც ლაშა გაბაიძის დაკავება განხორციელდა ღამის 00 საათსა და 45 წუთზე. ხოლო მზიას ადმინისტრაციული დაკავება მოხდა, როგორც გითხარით, 22 საათსა და 58 წუთზე, დაახლოებით 2 საათით ადრე, ვიდრე მოხდებოდა ამ გაბაიძის დაკავება. შესაბამისად, ლაშა გაბაიძის დაკავების კადრში ასახული მოვლენები ვერაფრით დაედებოდა საფუძვლად მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებას, რაც როგორც გითხარით, მოხდა 2 საათით ადრე. ეხლა მინდა კადრების ილუსტრირება ამ ვიდეო კადრების, სანამ დავიწყებთ, ისე იქიდან რომ გაჩვენოთ, მაგრამ მიკროფონი სანამ დავიწყებთ, მინდა ყურადღება მიაქციოთ, რომ აქეთ ამ მხარეს, ანუ თქვენგან ხომ გვაქვს მიკროფონი? თქვენგან მარჯვენა ფანჯარაში მიდის ის ვიდეო, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს სისხლის სამართლის საქმეზე, ეს არის ბათუმელების ლაივ რეჟიმში გადაცემული ვიდეო კადრები მზია ამაღლობელის დაკავებამდე 8-9 წუთით ადრე და უწყვეტად მიდის ვიდრე მის დაკავებაზე. თქვენგან მარცხნივ დაედება ამ ვიდეოს ორი ვიდეო კადრი, პოლიციის მიერ წარმოდგენილი ვიდეო კადრი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეში. ზუსტად იმ დროის მიხედვით, როგორც ეს კადრები აჯდება ამ სინამდვილეში ბათუმელების მიერ გადაღებულ ლაივ ვიდეო კადრს. ადვოკატები აჩვენებენ, დაველოდოთ კადრს და მანამდე გეტყვით, რაზეა ლაპარაკი. ეს არის ადმინისტრაციული დაკავება, როდესაც სტიკერის გაკვრას ედავებიან მზია ამაღლობელს. ადმინისტრაციული დაკავება მოხდა დაახლოებით 11 საათზე, ხოლო სისხლის სამართლის წესით მოხდა დაახლოებით 1 საათზე.